მოგესალმებით. დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან ბევრი ციხეა. ყველა ციხეს თავისი წესები აქვს. არსებობს ისეთი ციხეები, სადაც პატიმრებს რბილად ეპყრობიან და საპირისპიროდ არსებობს ისეთებიც, სადაც მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია. და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 5 ყველაზე სახიფათო ციხეზე. მეხუთე, ლა-სანტე, პარიზი, საფრანგეთი. ლა-სანტეს ციხე აშენდა 1867 წელს. ციხის პატიმართა სიაში შეხვდებით ტერორისტ კარლოს ჯაკალს, აწუკვე გარდაცვლილ მორის პაპონს, ალჟირის რევოლუციონერ აჰმედ ბენ ბელას. ციხე გათვლილი იყო 1400 პატიმარზე, მაგრამ სასჯელს 2300 პატიმარი იხდიდა. ციხეში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე ციხის ექიმმა ვერონიკ ვასერმა გარდიანის საშუალებით გამოაქვეყნა წერილი, სადაც ამბობდა, რომ ციხეში იყო უამრავი ვირთხა და ქვეწარმავალი. ზოგიერთი პატიმარი, ვინც ვერ უძლებდა მსგავს პირობებს, ღებულობდა შხამს, სხვებს კი უამრავი გამონაყარი ჰქონდა სახეზე და ტანზე. ამ განცხადების შემდეგ ლა-სანტეს ციხე თითქმის დახურეს. ხელისუფლებამ ვასერის მოხსენების გამო გადაწყვიტა ციხის რესტავრაცია. მეოთხე, კარანდიროს სასჯელ აღსრულების დაწესებულება. ბრაზილია. ციხე ცნობილია ადამიანის უფლებების დარღვევით. აშენდა 1890 წელს. მე-20 საუკუნეში ციხე იმდენად გადატვირთული იყო, რომ პატიმრებმა შექმნეს საკუთარი წესები და აიღეს ციხის მმართველობა, იქ დასაქმებული ციხის ზედამხედველების სიმცირის გამო. 1992 წელს ციხის ბუნტის დროს გარდაიცვალა 111 პატიმარი, მათ შორის ისინიც, ვინც გაქცევას საერთოდ არ ცდილობდა. მომხდარი ფაქტის გამო დააკავეს სამხედრო პოლიციის მეთაური უბირატან გიმარაეში. 1999-2001 წლებში ციხის ექიმი იყო დრაუზიო ვარელა, ვინც სააშკარაოზე გამოიტანა ციხეში არსებული რთული სიტუაცია. 2002 წელს მასობრივი პროტესტის შემდეგ ციხე დაიკეტა და დღეს მუზეუმის სტატუსს ატარებს. მესამე, მენდოზას ციხე, არგენტინა. 2015 წელს იტალიელ ფოტოგრაფს ვალერიო ბისპურს მისცეს ნებართვა შესულიყო ციხის მეხუთე პავილიონში და ენახა და აღეწერა იქ არსებული სიტუაცია, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით. არგენტინის მთავრობა თავისუფლებოდა ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, რომ იგი ციხეში გადარჩებოდა. პატიმრები იმდენად საშიშები იყვნენ, რომ დაცვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ტოვებდა საჭმელს. საბედნიეროდ, პატიმრებმა შესულ ფოტოგრაფს მისცეს საშუალება გადაიღო იქ არსებული სიტუაცია, რის შემდეგაც ციხე მალევე დაიკეტა. მეორე, ბანაკი 22, ჩრდილოეთ კორეა. ჩრდილოეთ კორეა ცნობილია თავისი ციხე ბანაკებით, სადაც ასობით 1000 პატიმარია. ხშირად ამ ადგილს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს ადარებენ. მხოლოდ რამდენიმე გაქცეულმა პატიმარმა მოახერხა იქ არსებულ მდგომარეობაზე საუბარი. ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით 200,000 ადამიანი გაუჩინარდა და როგორც ცნობილი გახდა, ეს ადამიანები ამ ციხეებში ცხოვრობენ. ბანაკი 22-ში შესული პირი დაახლოებით 2-3 თვეში ინვალიდდება ან კვდება. აქ ცხოვრება იმდენად სასტიკია, რომ ყოველწლიურად პატიმართა 25% იღუპება. პატიმრები გადარჩენისთვის ხშირად ჭამენ ვირთხებსა და მწერებს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მცველები პატიმრებს აწამებენ. პირველი, გიტარამას ციხე, რუანდა. ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ციხე მსოფლიოში. ციხე იმდენად გადატვირთულია, რომ პატიმრები დროის უმეტეს ნაწილს ფეხზე მდგომი ატარებენ, რადგან არ არის დასაჯდომი ან დასაწოლი ადგილი. პირობები იმდენად ცუდია, რომ ხშირია პატიმრებს შორის ჩხუბი. ასევე დაფიქსირდა კანიბალიზმის შემთხვევებიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციხეში დღეში 8 პატიმარი იღუპება. ბევრს უწევს გამკლავება განგრენასთან, ბაქტერიულ ვირუსთან, რომელიც იწვევს ქსოვილის სიკვდილს, რასაც მოყვება სხეულის რომელიმე ნაწილის დაკარგვა. დაწესებულებაში ისეთი ცუდი სუნია, რომ ის ნახევარი მილის მოშორებითაც კი იგრძნო. ამით ჩემი სათქმელი ამოიწურა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ასევე კომენტარის სახით დააფიქსირეთ, თუ რა საკითხზე გსურთ შემდეგი ვიდეო.